საქართველოში დაახლოებით 700 რომა ბოშა ცხოვრობს. ისინი ძირითადად დასახლებულები არიან დედაქალაქში, იმერეთში, ქვემო ქართლში, კახეთსა და აჭარის რეგიონებში. საქართველოში მათი პირველი გამოჩენის თარიღი უცნობია, თუმცა რამდენიმე ისტორიული წყარო გვააცნობებს, რომ ბოშები აქ გაჩნდნენ აბრეშუმის გზით შემომავალ გარავნებთან ერთად, ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში. ეთნონიმი ბოშა ქართულ ენაში სავარაუდოდ სომხურიდან დამკვიდრდა. კერძოდ, გრომები კი საქართველოში რუსეთიდან ჩამოვიდნენ მსოფლიო ომების დროს. მათი ძირითადი ნაწილი ჯერ ქობულეთის მახლობლად დასახლდა, ხოლო შემდეგ თბილისისკენ დაიძრნენ. დედაქალაქში ისინი უმეტეს ნაწილად ცხოვრობენ გუდარეხისა და ფაქუსა ჩოლოყაშვილის ქუჩებზე, აგრეთვე ლოდკინზე. მათი ძირითადი საქმიანობა ვაჭრობაა. ენობრივი ბარიერის გამო ისინი ნაკლებად ინტეგრირებულები არიან საზოგადოებაში. მათ დიდ ნაწილს სულ რაღაც 10 წლის წინ საქართველოს მოქალაქეობაც კი აქვს. ყოველ კვირადღეს სახამოს 8 საათზე გუდარეხის ქუჩის მცხოვრები ბოშები იკრიბებიან დანიშნულ ადგილას. ისინი კითხულობენ ლოცვებს, უზიარებენ ერთმანეთს ახალ ამბებს, მღერიან და ცეკვავენ. დადიოდით თუ არა სკოლაში? არა. გიმსახურიეთ ჯარში? არა. ყავთ თუ არა მეუღლე და შვილები? მეუღლის გავეყარე, შვილები არ მყავს. რას საქმიანობთ? ვეწევი ყველანაირ სამსახურს, ვაჭრობა იქნება თუ სხვა რამე. დადიან თუ არა ახალგაზრდა რომების სკოლებში? ეს დიდი პრობლემაა ჩვენთვის, იმიტომ რომ ადრე არ დავდიოდით. ეხლა კი სულ უფრო მეტი და მეტი ბავშვი დადის სკოლაში. ეს განვითარების ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო გზა არის ჩვენთვის. ჩვენ ელემენტარულად არ შეგვიძლია ავიღოთ მართვის მოწმობა, რადგანაც არ გვაქვს ატესტატები. რომ ქონოდა მანქანა, უფრო წარმატებულს გავხდით ჩემს ბიზნესს, უფრო მოიხმარდი მას სამსახურში. აბარებენ თუ არა რომები უმაღლეს სასწავლებლებში? მე პირადად არ გამიგია, მაგრამ ალბათ არსებობენ ასეთი ბოშები საქართველოში, რომლებიც უმაღლეს სასწავლებლებში სწავლობენ. ხარ თუ არა საქართველოს მოქალაქეები? რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ საქართველოს რიგითი მოქალაქეები, რომლებიც გადასახადებსაც იხდიან და ჯარშიც მსახურობენ. ხშირად გაქვთ თუ არა პრობლემები სამართალდამცველებთან? რა თქმა უნდა, ხდება ხოლმე. თქვათ, ისინი ხშირად გვიშლიან ხელს ვაჭრობაში. ჩვენ არ გვაქვს საშუალება გადავიხადოთ ბაზრობებში ადგილის ქირა, რადგანაც ისედაც ბინებს ვაქირავებთ. ვიხდით კომუნალურ გადასახადებს. ამიტომ გვიწევს ქუჩაში ვაჭრობა. რაღაცით ხომ უნდა ვარჩინოთ თავი. ხშირია თუ არა ახალგაზრდებში ქორწინება? ჩვენთან ბოშებთან საერთოდ ასეთი წესი არსებობს, რომ ახალგაზრდებს ადრე აქორწინებენ. მაგალითად, თუ გოგონა არის 14-15 წლის, ბიჭი კი 17-18-ის, ეს უკვე საუკეთესო დრო არის ოჯახის შექმნისთვის. მშობლები გარიგებით აქორწინებენ შვილებს. ბოლო დროს კი ხშირია სიყვარულით შექმნილი ოჯახებიც. მიუხედავად ყველა პრობლემისა, გუდარეხის ქუჩის მცხოვრები ბოშები კვლავ შეიკრიბებიან კვირადღეს, დანიშნულ ადგილას, რათა აღავლინონ ლოცვა, გაუზიარონ ერთმანეთს ახალი ამბები, კვლავ იცეკვონ და კვლავ იმღერონ.